მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო პოზიტიური გაშლა, რომელსაც ქვია გამართლების ტალღა შენს ცხოვრებაში. თუ რომელ სფეროში იქნება ეს გამართლების ტალღა, რაში მდგომარეობს გამართლება, როგორ გამოიხატება, ხო? ეს და რა გავაკეთოთ, რომ ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად არ გავმაზოთ, არ გამოგვრჩეს, ხო? ეს გამართლების ეპიზოდი ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და არ დაგვავიწყდეს მთავარი მნიშვნელოვანი ფაქტი ის, რომ ჩვენ არ უნდა გადავდოთ პასუხისგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე ტაროსზე, ხო? კარტებს. არ უნდა მივანიჭოთ პასუხისგებლობა ჩვენი ცხოვრების წარმართვაში და მართვაში, ხო? ბუნებრივია რა პასუხებიც არ უნდა მივიღოთ დღეს, ეს არის უბრალოდ პასუხი. დანარჩენი მოხდება თუ არა და როგორ მოხდება, ხო? ეს უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მესიჯის სახით მოდის, ხო? ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენთან. ასე რომ ვთქვათ, რაღაც მინიშნებები, ხო? ასევე мотивация, იმიტომ რომ მაგიტომაც ავარჩიე ეს ვიდეო, რომ ეს მსგავს თემაზე გაშლა დაგვეხმარება, რომ мотивация უფრო ავიმაღლოთ, ავიწიოთ, ხო? პოზიტიურზე გადავერთოთ და პოზიტიურისკენ მივმართოთ ჩვენი ცნობიერება, რაც დაგვეხმარება, რომ ზუსტადაც რომ ასეთი რაღაცები მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ეს მომენტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა, მაგრამ ბუნებრივია ჩვენთანაც საჭიროა რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ხო? ანუ არის ხოლმე ადამიანები წერენ კომენტარებში, რომ აი ველოდები როდის ასრულდება. ანუ მეგობრებო, ეს ხომ არჩეულობა არ არის, ხო? ანუ არ ვიცი მე სხვა ტაროლოგები როგორ აკეთებენ, მაგრამ ჩემს არხზე, ხო? მე ამ მიდგომას არ ვიყენებ, აქ მარჩეულობას არ ვიყენებ, ხო? ტარო არის ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვეხმარება. გვაწვდის რაღაც მინიშნებებს, რეკომენდაციებს, ხო? საკუთარ თავში გვახედებს, მომენტში ისეთ ასპექტებს დაგვანახებს, რაც შესაძლოა ჩვენ არც ისე დიდად მოგვეწონოს, ხო? მაგრამ ტარო ჩვენს მაგერად ვერაფერს ვერ გააკეთებს და ასე რომ დაждდე და დაელოდო, ეს არის აბსოლუტურად აბსურდი. ვერავინ და ვერაფერი ჩვენს გარდა ვერ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ეს გახსოვდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მომინდა რომ დღეს დამეწყო გაშლა აი ამ ასეთ შესავლით. ასე რა ხო, პრინციპში ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა. ვინც მიესალმებით მსგავს მიდგომას, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. იმიტომ რომ ზუსტად მსგავსი ადამიანებისთვის შევქმნი ეს არხი, რომ იპოვოთ მინიშნებები, შთაგონება, мотивация, პასუხები თქვენს ცხოვრებაში, რაც დაგეხმარებათ, ხო? საკუთარ თავის გაცნობაში და რაღაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხების გააზრებაში, მოგვარებაში, ახლა საჯარო გაშლა შესაძლოა თქვათ ვერ დაგეხმაროთ, მაგრამ ხო, რაღაც ინფორმაციას ხომ მიიღებთ მაინც, ესეც არის დახმარება. თავისებური. ასე რომ დავიწყოთ, ახლა მე ამ დასტას გამოვიყენებ ალბათ, ხო? ან კაი, ამას გამოვიყენებ სიგნიფიკაციისთვის. ესე იგი, კარგი. ცხოვრების აი რა ცხოვრების ასე ვიტყვი, რა ეტაპზე არის ახლა პირველი პოზიცია? რა ეტაპზე არის ცხოვრებაში ახლა მეორე პოზიცია და რა ეტაპზე არის ახლა მესამე პოზიცია, ხო? რა ენერგიები არის თქვენს ცხოვრებაში ახლა? ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად დაკავშიროთ თქვენ თავთან ეს პოზიცია და მიხვდეთ თქვენი პოზიცია თუ არა. თუ თქვენი პოზიცია არ არის, არ ვსმენთ, ხო? პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემოგვერდეს. ასევე მნიშვნელოვანი განცხადება, სანამ აკეთებთ არჩევანს, 5 ივლისს ხვალ, ხო, ნუ მე არ ვიცი ამ გაშლას ვინ როდის უყურებს და ჩემთვის არის ხვალ. 5 ივლისს საქართველოს დროით 10 საათზე ჩემს არხზე, ფსიქოლოგია ტაროს არხზე, გვექნება live ჩართვა და გაშლა გვექნება, ხო? მანიფესტაცია, მოზიდვა, დადებითი ენერგიის, წარმატების, ასე რომ ვთქვათ, ისეთი ენერგიების, რაც დაგვეხმარება, რომ
შინაგანად შევამზადოთ და მოვამზადოთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენს მოვემზადოთ, რომ აი აყვავების ეტაპი მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში, ხო? ჰიპნოზი და რაღაცეების რიტუალები, რა თქმა უნდა, არ გვექნება, უბრალოდ გვექნება ცნობიერებასთან მუშაობა, სიმბოლიკის მეშვეობით, რაც პროგრამირებას გაუკეთებს ჩვენს ქვეც ნობიერს, იმისათვის, რომ განვეწყოთ შესაბამის ენერგიებისთვის და მოვიზიდოთ სასურველი რამ, ხო? ასე რომ სურვილებს გელოდებით ხვალ 10 საათზე. კი, ეს გაშლა საჯარო იქნება და იქნება უსასყიდლოდ თქვენთვის. დავიწყოთ. კატა დადის იქეთებით. დავიწყოთ პირველი პოზიციით, ხო? ნახოთ, აი რა ენერგიები არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში, ხო? რა ეტაპს გადის ახლა პირველი პოზიცია მის ცხოვრებაში ახლა? თასების დედოფალი. კარგი, გავერკვეთ. უფრო ვრცლად გვითხარით, აქ რა რაკურსით არის ეს თასების დედოფალი პირველ პოზიციაზე. ოკეი. აქ გრძნობებშია ვიღაც ხო? აქ ემოციები, გრძნობები, ვინმეს მიმართ ემოციები, გრძნობები, თუ პირიქით არ არის. არა, მე ვიტყოდი, აქ ის ეტაპი არის, რომ არის ზუსტადაც რაღაც რომანტიული საკითხები, ხო? აქ უფრო მეტად რაღაც ისეთი, როგორ თქვა, ვიღაცეებთან მელანქოლია, ხო? ნუ ვიღაცეებთან არ ასე ვიტყვი. ისეთი ენერგიები არის ახლა პირველი ცხოვრების მეთქი, პირველი პოზიციის ცხოვრებაში და ზოგადად ისეთი ეტაპი, სადაც უფრო მძლავრია ემოციები, ხო? ემოციურობა, ინტუიციის გაღვივება, მაღალი დონის მგრძნობელობა, ხო? ანუ მგრძნობელობის მომატება. ხო, ბოდიში მეგობრებო, მომიწევ დაპაუზება. ხო, ესე იგი, როგორი ენერგიები არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში, ხო? ეს არის ძალიან ემოციური ფაზა, სადაც პირველი პოზიცია არის ძალიან სენსიტიური. მომენტში ესეთი არასტაბილური ფონის შესაძლოა იყოს, ხო, ემოციების, აი ხან გეტირება, ხან გეღიმება, ხან ავსებული ხარ სიყვარულით, ხან კიდე პირიქით სევდაში ხარ. რაღაც აი ასეთი რაღაცები. ასევე ესეც შესაძლოა იყოს, რომ ვიღაცეებთან ესეთი ეტაპია, რომ უფრო უკეთ ეცნობით საკუთარ თავს. უფრო უკეთ იწყებთ მოსმენას საკუთარი ემოციების, საკუთარი ინტუიციის, ხო? ვიღაცეებისთვის შესაძლოა აქტუალური არის მედიტაციები, ეზოთერიკა და რაღაც ამ მიმართულებებით წასვლა, ხო? და რაც დასაწყისში ვახსენე, აქ აშკარად ფიგურირებს ვიღაც პიროვნება, ვის მიმართაც არის ემოციები, ტოლა, მიზიდვა ან ინტერესი, ხო? ბუნებრივია, ყველა სხვადასხვა კონტექსტი გექნებათ აქ და ამაში აღარ ჩავალ, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამას აღარ ჩავეძიები აქ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი თავი თემა დღევანდელი დღისთვის, ამიტომ აი ასეთი ინფორმაცია არის აქ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპზე არის პირველი პოზიცია მის ცხოვრებაში ახლა და რა მთავარი წამყვანი ენერგიები არის, ხო? თუ დაიჭირეთ რაღაც ესეთი ინფორმაციები, რაც რეზონირდა თქვენთვის და აი იტყვით, რომ აი, ჩემზეა და რაღაც უსმენთ თუ არა, სხვა პოზიციას ირჩევთ, ხო? კარგი, გავაგრძელოთ. მთავარ კითხვებზე გადავიდეთ, რაც დღეს ჩვენ გვაინტერესებს. თქვენი საუბრებთ აქ პირველ პოზიციასთან, თუ თქვენ. ოკეი, ისინი გაგვიგრძელებენ ისტორიას და ვნახოთ. დავიწყოთ, ხო? რომელ სფეროში იქნება ეს გამართლების ტალღა, ხო? აი, იწყება რომელ სფეროში, პირველ პოზიციის ცხოვრებაში, რომელ სფეროში. ხო, კიდევ დამავიწყდა, შესაძლოა აქ სიგნიფიკაციაც იყოს პირდაპირად ის, რომ წყლის სტიქიის წარმომადგენლები იყოთ, ხო? ან ნატალურ რუკაში სადღაც რაღაც წყლის გქონდეთ, ბევრი წყალი მაგალითად. ესეც შესაძლოა იყოს აქ. კარგი, ესე იგი, რომელ სფეროში იწყება აქ პირველ პოზიციასთან ეს გამართლების ტალღა? სასიყვარულო, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, თვით განვითარება, საკუთარ თავის განვითარება, კარიერა სამსახური, გავწიოთ, ფინანსები, თუ ყველა სფერო. სასიყვარულო,
სასიყვარულოში აშკარად არის აქ რაღაც ისეთი დინამიური ენერგიები, ხო? უფრო აი ზაფხული რო არის ეს იგრძნობა. სასიყვარულო, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა, სამსახური, ფინანსები თუ ყველა სფერო. აქ ყველაზე ისეთი მაღალი მე მგონი სასიყვარულო სფეროზე დაჭდა. ესე იგი, რა განვიხილო აქ, რომელ სფეროში განვიხილო აქ უფრო მეტად? სასიყვარულოში? სასიყვარულოში თუ არა? არა, სასიყვარულოში არაა მთავარი თემა. კაი, რომელ სფეროში იქნება გამართლების ტალღა? აი ამ ახლო მომავალში კიდევ ერთხელ, მაღალი არკანით მაჩვენეთ, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა, სამსახური, ფინანსები, არა, ყველა სფერო. იცით, აი ყველა სფეროში რაღაც ცოტა იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ ორი მთავარი იქნება აქ რაღაც. ანუ ესე იგი თვითგანვითარება განვიხილო, თვითგანვითარება კი, და კარიერა? ესე იგი კარიერა, სამსახური და თვითგანვითარება? ეს ამ ორ სფეროში იქნება თუ არა? კი, ამ ორ სფეროში იქნება. შესაძლოა მესამე სფეროც იყოს კიდე და სასიყვარულო არის ამასთან? თუ არა? სასიყვარულოშიც არის აქ რაღაც სასიყვარულოშიც. კარგი. დავიწყოთ მაშინ ჩვენ, სასიყვარულოს ესე მაინც დავტოვებ და რაღაც. ვიცი რომ გაინტერესებთ. ოკეი, ესე იგი აქ ორი სხვადასხვა სფეროა და ხა როგორ გავაკეთო ეს? მე რო გავაერთიანო, იმიტომ რომ თითო-თითოზე ძალიან ბევრი დრო დამეხარჯება და რესურსი და ეს მხოლოდ საჯარო გაშლა, ასე რომ ძალიან რო არ გამოვიფიტო, ესე გავაკეთებ ახლა მე. კარგი. აი მაგალითად, ხო, ამ კარიერაში და თვითგანვითარების სფეროში, ამ ორ სფეროში, ხო, რა იცვლება? პირველ პოზიციის ხმებში, რა იცვლება ის, რომ აი ამ ორ სფეროში განსაკუთრებით გვაჩვენეთ გამართლება, ხო? რა იცვლება? ეს რა? ეს თასების მეფე, ეს ვიღაც პიროვნება თუ რაღაც სიტუაცია? რაღაც სიტუაცია აქ რაღაც სიტუაცია ვიღაც პიროვნებასთან და ამ პიროვნებასთან არის როგორი სიტუაცია? დახმარება თუ მოგვარება რაღაცის? მოგვარება, რაც აქტიურებს ენერგიებს ამ ორ სფეროში. ანუ აქ ეს პიროვნება, აქ ვიღაც პიროვნება გეხმარებათ, ეს პიროვნება პირდაპირ ეხმარება აქ პირველ პოზიციას ამ ორ სფეროში თუ უბრალოდ ამ პიროვნების ყოფნა ეხმარება პირველ პოზიციას. ხო, აი თვითონ პირდაპირ, აი როგორ თქვა, პირდაპირ ჩარევა ამ პიროვნების შესაძლოა თქვენ თვით განვითარებაში და კარიერა სამსახურში არ იყოს, მაგრამ აქ არის არაპირდაპირი გზით ზეგავლენა, ხო? მაგალითად, ამ პიროვნებასთან კომუნიკაცია თქვენ ქტენით, გამხნევეთ. შესაძლოა ამ პიროვნებამ რაღაც იდეა მოგაწოდოთ, იქნება ეს მაგალითად თვით განვითარებასთან დაკავშირებით რაღაც, აი ეს მიმართულება თუ გინახავს, თუ გიცდია, ან რაღაც ისეთი საინტერესო საკითხი, რასაც ჩაეძიებით და შემდეგ იმ საკითხში იპოვით რაღაც პასუხებს საკუთარ თავთან დაკავშირებით, ან ცხოვრებასთან დაკავშირებით. კარიერაში ბუნებრივია ეს, აი როგორი მომენტი აქ იცი, როგორი მომენტი გრძნობა, აი დადებით ემოციებს რო ვგრძნობთ ვიღაცასთან დაკავშირებით რაღაც სიტუაციის გამო და ეს დადებითი ენერგიები რო გადადის კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენს თვითგანვითარებაზე და კარიერა სამსახურს. აი ეს იგრძნობა აქ. ახლა მე აქ მაინტერესებს და რაში იქნება გამართლება? რაღაც ახალში. რაღაც ახალ იდეას, რაღაც ახალს იპოვის აქ პირველი პოზიცია, ხო? კარიერაში შესაძლოა ეს იყოს რაღაც საერთოდ ახალი სამსახური, ახალი პროექტი, ახალი იდეა, იგივე თვითგანვითარების სფეროში, ხო? რაღაც ახალ ჰორიზონტებს იპოვით, რაც დაგეხმარებათ, რომ დაარეგულიროთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, ხო? თუ აქამდე შესაძლოა ვიღაცებს გქონდათ გარკვეული ჩელენჯები, პრობლემები, თუ როგორ დავარეგულირო ჩემი ცხოვრება, როგორ დავარეგულირო აი რაღაც რუტინა, არ მომწონს ის რა, როგორი რუტინაც მაქვს, ხო? აი რაღაც ახალი ხდება თქვენ ცხოვრებაში, რაღაც ახალი ინფორმაციას ღებულობთ, ვიღაცები შესაძლოა საერთოდ სამოგზაუროდ წავიდნენ, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ. და აი ამის ფონზე იცვლება ის ყოველდღიურობა, რაც
გქონდათ აქამდე, ხო? და ამას შემოაქვს გამართლება, იმიტომ რომ იქნება აქ კონკრეტულად კარიერაში რა ახალი იდეები, თუ ახალი პროექტები, თუ ახალი აი სამსახურში კარიერაში ახალი შემოთავაზებები, მე ვიტყოდი რაღაც ინსპირაციები, შემოთავაზებები, შესაძლოა რაღაც გულწრფელი შემოთავაზება მოგივიდეთ თქვენს კარიერაში, რაც დაგეხმარებათ და თვითგანვითარებაში სამყარო. ვაუ! აქ მოგზაურობაც შესაძლოა იყოს. იცით, აი ისეთი მოგზაურობა, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს თქვენს გარემო სამყაროზე და თქვენს შინაგან სამყაროზე, ხო? ნუ ზოგმა შესაძლოა უფრო შინაგანი მოგზაურობა მოახდინოს ვიდრე გარეგანი და ზოგმა ორივე შესაძლოა მოახერხოს, მაგალითად რაღაც მოგზაუროს ისეთ ადგილებში, სადაც ძალიან სულიერად განვითარდება, ან სულიერი გამოღვიძება მოხდება, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ, მაგრამ აი თვით განვითარება საერთოდ განახლება მოდის აქ და გამართლებაც იმაშია, რომ აი აქამდე რა სიმძიმესაც განიცდით, რა ტვირთსაც გრძნობდით, რა დაბრკოლებებიც გქონდათ, ან რაღაც ასპექტებს ვერ ხურავდით საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში, ხო? აი ამ ყველაფრის დახურვა საბოლოოდ, განახლება. და რაც კარიერა და ფინანსებს კი არა და კარიერა სამსახურს რაც შეეხება, აქ შესაძლოა მუშაობდით ისეთ სამსახურში, რაც არ მოგწონდათ, ან პირიქით გინდოდათ რომ გქონოდათ რაღაც სახის სამსახური, მაგრამ არ გამოდიოდა, ხო? ნუ არ ვიცი, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა კონტექსტი აქ, მაგრამ თავარი რაც იყო ისეთი ენერგიები, რაც გზღუდავდათ თქვენს კარიერაში და იქ არ იყავით ბედნიერები, ხო? აი აქედან გამოდიხართ, იმიტომ რომ საერთოდ სხვა ლეველზე გადადიხართ ცხოვრების, საერთოდ სხვა იდეებში გადიხართ, საერთოდ სხვა პროექტებში გადადიხართ, რაც გეხმარებათ, რომ საერთოდ სხვანაირად წარმართოთ ეს ორი სფერო და მე ვფიქრობ, მხოლოდ ორ სფეროზე არ არის აქ საუბარი და ალბათ ამაში იყო საქმე, რომ დასაწყისში ვერ გავიგე რომელი სფერო იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ კარტები არ გვაჩვენებდნენ დასაწყისში მაღალ არკანს არც ერთ სფეროზე. ამიტომ აქ ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ანუ აქ სწორად ვგრძნობ, რომ ისეთი ცვლილებებია აქ იმ სახის, რაც გლობალურად ყველა სფეროს შეეხება თქვენს ცხოვრებაში. ყველა სფეროში შეიტანს რაღაც სტაბილურ მნიშვნელოვან ცვლილებებს, დადებიც. ოკეი, კარგი. მაშინ კიდევ ერთხელ რა სახის გამართლება იქნება პირველ პოზიციის თვითგანვითარების სფეროში და აი კარიერას სამსახურში. თვითგანვითარების სფეროში რა სახის გამართლება და მე ვიტყვი აქ იმას, რომ თქვენ დაინახავთ საკუთარი თავის ფას. აი როგორ რაღაცა იცი, ვისაც აქამდე რაღაც აწუხებდა თვით შეფასების საკითხები, აქ საბოლოოდ მიხვდებით, გაიაზრებთ, დაინახავთ, თუ თურმე რამდენი რაღაც გადაგხდათ თავს, რამდენი რამე გამოიარეთ, რამდენი რამ შეგძლებიათ და შეგიძლიათ და პლუს როგორი არაჩვეულებრივები ხართ, როგორი ლამაზები ხართ, როგორი ძლიერები ხართ, როგორი მიმზიდველები ხართ და რამდენი რამე შემიძლია და ეს ყველაფერი შემიძლია რაღაცაში ჩავდო, რაღაცა შევქმნა. აი ეს. და კარიერაში მზე და ნახეთ როგორი კონტრასტი, ხო? რაც არის კარიერაში, ხო? დევილის არკანი და რა გამართლება. მზე, აი აბსოლუტურად გამოსვლა, აი ამ რაღაც ისეთ მძიმე მიჯაჭული რო იქნები რამეზე ან ვინმეზე მომენტში რაღაც მონასავით რო ხარ, ხო? აი აქედან გამოსვლა და აბსოლუტური სილაღე, მზე საოცარი აქ მე ვიტყოდი პირველ პოზიციას ისეთი გამართლების ეტაპი ელოდება და ესეა დაიწყება მის ცხოვრებაში, რომ აბსოლუტურად სილაღე, სიხარული, დინამიკა და უფრო მკვრივი ნიადაგი თვითშეფასების მხრივ, ხო? საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის მხრივ. ოკეი, ესე იგი, აქ პირველ პოზიციის ცხოვრებაში ისეთი გლობალური ცვლილებები მოდის. როგორ მოხდება, ხო, ეს ცვლილებები? რა სახით იქნება ეს ცვლილებები? ეს გამართლებასთან ერთად რა სახის იქნება? რა სახის იქნება და აქ იქნება რა? აქ მე ხავ ვცდილობ, რომ ეს ორივე სფერო
გავაერთიანო და ასე გაგცეთ პასუხი, ხო? ამიტოა რომ ცოტა რთულია ეს ორივე სფერო რაღაც მოათავსო ერთ ახსნაში. და აქ იქნება რა მეგობრებო და დახურვა წარსულის, ხო, რაღაც წარსული ეპიზოდების, ვიღაცისთვის პირდაპირ წარსულის, ვიღაცისთვის რაღაც კონკრეტულ საკითხის, ან კონკრეტული საკითხები შესაძლოა იყოს რამოდენიმე. რაღაცის დახურვა, შესაძლოა ვიღაცაც იყოს, ხო, ვისთვის როგორ და რანაირად კიდევ ერთხელ მე გაწვით ზოგად ინფორმაციას, დეტალები უკვე თქვენით მოარგეთ. ესე იგი წარსულის დახურვა რაღაც მე ვიტყოდი რაღაც რუტინიდან გამოსვლა, რაღაც ისეთი რაღაცებიდან გამოსვლა და წასვლა, რაც მეორდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ხო? საიდან შესაძლოა ვერ გამოდიოდით. მაგრამ აქ იგრძნობა ისიც, რომ აი ვიღაც გეხმარებათ ამ სიტუაციაში, ხო? ვიღაც გეხმარებათ. შესაძლოა ეს იყოს თქვენი ახლო მეგობრები, ან თქვენი ოჯახის წევრები, ხო? უფრო მეტად ეს ყველაფერი გამოიხატება იმაში, რომ რაღაცას ხურავთ. იღებთ გადაწყვეტილებას, რომ всё რა, მოდი ეს დავხუროთ. და ამით მოდის საერთოდ ბევრი დიდი გამართლება თქვენ ცხოვრებაში. ახლა შევხედეთ დროს და რამდენი ხანია ვსაუბრობ პირველ პოზიციას და წინ ორი პოზიცია მაქვს. უნდა დავამრგვალო ახლა მე ეს მდგომარეობა, რომ ძალიან არ გამეწელოს. კარგი, რა გააკეთოს აქ პირველ პოზიციამ, რომ არ გამაზოს ეს გამართლებები, ეს პოზიტიური ცვლილებები, რა გააკეთოს, რომ არ გამაზოს. არ შეგეშინდეთ სიახლის. ნუ ჩაეპოტინებით რაღაც ძველს, ან ვიღაც ძველს, ან რაღაც ისეთ სცენარებს, რამაც თავისი მოჭამა, ხო? არის მომენტები, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ всё, ასე როგორც აქამდე მუშაობდა ეს სიტუაცია, ან მოდელი ქცევის ჩვენი, ან ჩვენი აზროვნების მოდელი, ხო? აღარ იმუშავებს, შეეშვი, ხო? და მაგ მომენტში მდონემდე გვეშინია უცნობი ახალის, ხო? ვეპოტინებით ძველს. და ზუსტად ეს არის რჩევა, რომ გავუშვი ეს რაღაცა ძველი და წადი ახალში. აქ პირველ პოზიციას შეეშინდება ამისი, იმიტომ რომ გაახსენდება რაღაც წარსული თემები, ან ღირს თუ არა ახალში წასვლა, რამდენად გამომივა, არ გამომივა, რაღაცა და აი არ გინდათ ეს ყველაფერი აბსოლუტურად რაღაც ადრენალინი, აი როგორ თქვა? ის ადამიანები, ვინც რო აკეთებენ, ვინც დამოკიდებულები არიან ადრენალინის შეგრძნებებზე, ხო? იმათ შევედათ ხოლმე მსგავსი რამ. არ შეიძლება ეშინიათ და რაღაც, მაგრამ მაინც გააკეთებენ, აი თავით გადახტებიან, ხო? აი მიბაძეთ მათ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში. აი ასეთი ინფორმაცია იყო აქ პირველ პოზიციისთვის, აუცილებლად დალაიქეთ. თუ მოგეწონათ გაშლა და კომენტარეთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და ხვალ 5 ივლისს საქართველოს დროით 10 საათზე გელოდებით საჯარო ტაროს ლაივ გაშლაზე. მე კი გავიქეცი მეორე პოზიციასთან, იმიტომ რომ ძალიან შევასტოპე წამიღო პირველ პოზიციას, რომ ვესაუბრებოდი აქ. აი ტაროს გაშლის დროს ძალიან რთულია რომ აკონტროლო დრო, მეგობრებო, იმიტომ რომ მართლაც რაღაც ისეთ ნაკადში ხარ, რომ რეალობა, დრო, ეს ყველაფერი საერთოდ იკარგება და რთულია რომ აკონტროლო რაღაც დრო, ხო? თან მხოლოდ საჯარო გაშლა ეს და არა ინდივიდუალური ტარო სესია. კარგი. გასწავლე. დამიცახეს. კარგი, დავიწყოთ. ესე იგი, მეორე პოზიცია, რა ცხოვრების ეტაპს გადის ახლა და რა ენერგიებია შენთან. ბედის ფორტუნა, Wheel of Fortune. Okay. თქვენი საუბრებთ აქ მეორე პოზიციასთან, თუ თქვენ ორივე. Okay, ეს იყოს, რადგანაც პირველი პოზიციასთან დასდა. კარგი, Wheel of Fortune. აქ პირველ პოზიცია ტრიალებს. ტრიალებს. Okay, ესე იგი, აქ ბედის ფორტუნა რა რაკურსით არის ახლა ეს ეტაპი პირველ პოზიციასთან. პირველ თქვმეთ კი მეორესთან. რა რაკურსით არის და აქ არის დინამიკა მეორე პოზიციასთან, აქ არის რაღაც ცვლილებები, ხო? აქ გამოვიდა მეორე პოზიცია რაღაც გაურკვეველ ბუნდოვანი მდგომარეობიდან, ან ესაა გამოვიდა და
არის შემართებით, ხო, რომ მე აქა ვარ, მე მოვედი და აბა მოდი დავიპყროთ ახლა ჩვენ ყველაფერი, ხო? აი რაღაც ასეთი განწყობები არის. მაგრამ აქ როგორი მდგომარეობაა, იცი? არასტაბილურია. საით, რა დროს რა შეიცვლება, არავინ არ იცის და არც მე არ მაქვს წარმოდგენა საერთოდ რა ხდება. ვხედავ რომ რაღაცა იცვლება, მაგრამ საერთოდ არ ვიცი რა მიმართულებით მიმაქანებს ცხოვრება და საერთოდ საით მიმაქანებს ცხოვრება და საერთოდ რა ხდება, ხო? შესაძლოა რაღაც ეპიზოდებიც მეორდებოდეს თქვენ ცხოვრებაში და უკვე იმ ეტაპზე იყოთ, რომ აცნობიერებდეთ ამას და ასრულებდეთ საბოლოოდ რაღაც წრეს თქვენ ცხოვრებაში. ესეც არის აქ. მაგრამ აი რაღაც ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს მეორე პოზიციასთან, ხო? თუ გრძნობთ რომ რეზონირდა, უსმენთ. კარგი, დავიწყოთ. კარგი. ესე იგი გამართლების ტალღა, ხო, რომელიც აი ესაა დაიწყება მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რომელ სფეროში იქნება ეს მაღალი არკანით გვაჩვენეთ? სასიყვარულო სფერო, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა სამსახური, ფინანსები, ყველა ერთად. სასიყვარულო. ოკეი. ჯანმრთელობა, თვითგანვითარება, კარიერა სამსახური, ფინანსები, ორი სფერო იქნება აქ. 2 ან 3. ოკეი, ესე იგი სასიყვარულო, აი სასიყვარულო აქ აშკარად. აი პირველ პოზიციასთან მინდოდა სასიყვარულოზე მეკითხა და დამავიწყდა, ახლა გამახსენდა. ხო, სასიყვარულოს განვიხილავთ, კარიერა, სამსახური კი თუ არა. კარიერა სამსახურშიც არის აქ ცვლილებები, მაგრამ დიდად ისეთი არა. ფინანსებში კი ფინანსებშიც ესე იგი ეს გამართლების ტალღა ფინანსებშიც არის. ფინანსებშიც იქნება რაღაც ახალი, მაგრამ ეს არ არის მთავარი აქ. მთავარი მაინც ესე იგი განვიხილო სასიყვარულო. ნუ, ოკეი, всё, გასაგებია. სასიყვარულოზე გადავერთვები აქ. გადავერთვები სასიყვარულოზე აქ ისეთი არკანები დაგვიჭდა. კარგი, მაშინ რა იცვლება აქ მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში? რა იცვლება აქ მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში? აბა. რა იცვლება? აქ არის რა მე ვიტყოდი აქ იცვლება ის, რომ გამოსვლა ხმლების დედოფლის პოზიციიდან, ხო? ვინც სტაბილურად იყო რაღაც საკუთარ კომფორტულ ზონაში, აქ გამოსვლა კომფორტული ზონიდან. ემოციური გახსნა უფრო მეტად. ენერგეტიკული გახსნა, ხო? რა ეს იცვლება, იმიტომ რომ შესაძლოა აქ მეორე პოზიცია ესაუბრებოდა ვიღაცებს, ხო? მის სასიყვარულო სფეროში, რომანტიკული კუთხით, ხო, იყო შესაძლოა რაღაც საუბრები, მოწერები, შესაძლოა ვიღაცას ხვდებოდა კიდეც ან სადმე მიდიოდა, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს არ ჰქონდა რაღაც მასშტაბური ხასიათი და ეს ყველაფერი მაინც მალევე სრულდებოდა, იმიტომ რომ ეგრევე Queen of Swords-ის პოზიციაში ჯდებოდით, ეგრევე, ხო, ხმლების დედოფლის პოზიციაში, ეგრევე და ეგრევე. გინდა ოჯახი, გინდა, არ გინდა, всё, ბოდიში, მაგრამ დაახურე, ხო, რაღაც აი ასეთი პოზიცია რაღაც და აი ზუსტად აი რაღაც ამ მდგომარეობის გამო თქვენც იმ დონემდე შეეჩვიეთ შესაძლოა ამ პოზიციას, რომ აი იყოს რაც არის რა, საერთოდ არ მჭირდება არავინ. ეს მიდგომაც შესაძლოა ყოფილიყო. ეს იცვლება ახლა ზუსტად, აი ეს მიდგომა იცვლება ახლა აქ მეორე პოზიციასთან. კარგი. კარგი, ნახოთ ახლა აქ მე მიწერია. რაში არის აქ, რაში მდგომარეობს გამართლება, აი რაში არის ტალღა გამართლების, აი ამ სასიყვარულო სფეროში, რაში არის ეს გამართლება, რო ამბობთ, რაში? სამყარო აქ გეხმარებათ, რომ ვიღაცასთან გაარკვიოთ სიტუაციები, ან ვიღაცას ისეც გიგზავნით, ვინც თქვენ გეხმარებათ, ან ვიღაცასთან, არ ვიცი, აქ კონკრეტულად ახლა გავერკვეთ ჩვენ რა ხდება. სამყარო აქ გზავნის ვიღაცას, ვიღაცას გიგზავნით სამყარო შანსის სახით. რო რა? რო დედოფალი და იქ იყო მეფის არკანი, მანამდე რო ვიკითხე, ხო? დედოფალი, რო აი იგრძნოთ თავი დედოფლად, რო საბოლოოდ რაღაც მიხვიდეთ ურთიერთობის იმ ფორმატში,
ურთიერთობის იმ წერტილამდე მიხვიდეთ, რაზეც ოცნებობდით, რაც გინდოდათ, რაც თქვენთვის აქტუალურია, ხო, რასაც ეძებთ. აი ეს, რომ საბოლოოდ გახდეთ დედოფალი. ვისთვისაც აქტუალურია სტაბილური პარტნიორობა, ხანგრძლივი პარტნიორობა, ფორმალური ურთიერთობა, ხო? ან გინდა არა ფორმალური, მაგრამ ხანგრძლივი, ვისთვის რა არის აქ პრიორიტეტი? ახლა აქედან გამომდინარე უკვე პრინციპში აღარც განმარტავ, ასე რომ ვისთვის რაც არის აქტუალური, აი ის, რომ მიიღოთ ის, რასაც ეძებთ. და ეს არის, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი კი არა პრინციპში, საჩუქარი გამართლება სამყაროსგან. ზემოძავლებიდან, გინდა ასე ჩათვალეთ, რომ საბოლოოდ დაასრულოთ მაგალითად აი ეს მდგომარეობა თქვენ ცხოვრებაში, ან მოკვეთოთ ის სცენარები, ის ურთიერთობები, ან ის ადამიანები თქვენ სასიყვარულო ცხოვრებიდან, ვინც გაკავებდათ ბედნიერებისკენ, ვინც გიშლიდათ ხელს, ასე რომ ვთქვათ, ტოქსიკური პარტნიორები, ტოქსიკური სცენარები, პროგრამები, ტრაუმები, შიშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი ამაში არის აქ გამართლება. როგორ, პრინციპში, რაში გამოიხატება ეს გამართლება? რაში რომ დაიცვას თავისი რაში გამოიხატება ეს გამართლება და პირველ რიგში გამართლება გამოიხატება იმაში, რომ თქვენ უკვე აღარ ირჩევთ სხვას. თქვენ მეორე პოზიცია შედის იმ ფაზაში, რომ იცი, მე აღარ ვდარდობ იმაზე, რომ აი ის ეძებს ურთიერთობას, ან ის რას ეძებს, ხო? მე უფრო ვდარდობ უკვე იმაზე, რომ მე რას ვეძებ. მე მომწონს ეს? მე მაკმაყოფილებს ეს ფორმატი? მე როგორ ვგზნობ თავს ამ ფორმატში, ხო? აი ფოკუსი უკვე ამაზე კეთდება და არა იმაზე, რომ როგორ მოვერგო იმ ვიღაცას, რომ ლიშფი მოვეწონო და რაღაცა დაიწყოს ჩვენ შორის, ხო? აი, უფრო არის ფოკუსი, ხო, უფრო არის ფოკუსი საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებზე, უფრო მეტი სიფრთხილე, იმიტომ რომ უფრო მეტი სიყვარული დაფასება საკუთარი თავის მიმართ არის აქ. და რაღაც სახით გამართლებაც უცნაური, მაგრამ გამართლებაც ამაში გამოიხატება, რომ თქვენ აღარც უწევს, აღარც გიწევთ. ასეთ ადამიანებს აღარც ხვდებით, მე მგონი. ანუ შესაძლოა იყოს გამართლება იმაში, რომ რაღაც 100 ადამიანები, ვისთანაც მაგალითად მეორე პოზიციას უწევდა მის საზღვრების დაცვა, ასეთები არ ხვდება. ხო, ასეთები აღარ გხვდებათ. იმიტომ რომ ფოკუსს საკუთარ თავზე აკეთებთ, ხო? ერთგვარი, თლად გამართლებასაც ამასაც შესაძლოა ვერ ვუწოდოთ, იმიტომ რომ თქვენ გაიარეთ ეს გზა, რომ ზუსტადაც ასე ყოფილიყავით, ხო? მაგრამ მეორე მხრივ გამართლებაც არის, რადგან ასეთი ადამიანები აღარ შეგხვდებათ. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ცხოვრების, სადაც თქვენ ვინმეს გამო რაღაცას თმობთ, ან ვიღაცას რაღაცას უმტკიცებთ, ეს კონკრეტულად სასიყვარულო სფეროში. და მე ვიტყოდი გამართლებაც იმაში არის, რომ აქ არის დიდი პერსპექტივა, რომ ან განავითაროთ უკვე არსებულ ადამიანთან, ან საერთოდ ახალ ადამიანთან სტაბილური, ძლიერი ურთიერთობა. სადაც თქვენ ერთმანეთს მხარს დაუჭერთ და იქნებით ერთიანი, მაგრამ ამავდროულად ორი სხვადასხვა პიროვნება. ძალიან საინტერესოა მართლაც. კარგი, რჩევა, ამასაც წევით. რჩევა აქ მეორე პოზიციას, როგორ არ გამოტოვოს ეს გამართლების ტალღა და გამოიყენოს, ხო? როგორ არ გამოტოვოს. The world is blessed to have you. გახსოვდეს, რომ სამყარო არის აი blessed ქართულად როგორ არის? დალოცვილი, ხო? რომ სამყარო არის დალოცვილი, იმიტომ რომ ყავხარ შენ. დიახაც, ასეც იფიქრეთ, ხო? და კარგი, როგორ მოიქცეს მეორე პოზიცია, რომ აი ეს გამართლების ფაზა გამოიყენოს. როგორ მოიქცეს? არ შეეშინდეს? არ შეგეშინდეთ. არ შეგეშინდეთ ნდობის. ხო? აქ ნდობაზია? არჩევანი ნდობა, რომ გააკეთოთ არჩევანი თქვენი გულის მეშვეობით და არა თქვენი ტვინის მეშვეობით, მიყევით თქვენს გულს, თქვენს ემოციებს, აირჩეთ სუფთა ვაღი სიყვარული, ხო? არ შეხვიდეთ რაღაც ტოქსიკურ გაურკვევლობაში. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას.
დაწონით კარგად ყველაფერი და სადაც თქვენ გრძნობთ თავს კარგად, აირჩიეთ ის მდგომარეობა, ის სიტუაციები, ის ადამიანი, სადაც ხედავთ, რომ ადეკვატური, ჯანსაღი სიტუაციაა. და არ შეხვიდეთ ტოქსიკურ გაურკვეველ ურთიერთობებში, სადაც თქვენ მაინც ეულად გრძნობთ თავს, ხო? იმიტომ რომ თქვენ უკვე ძალიან ბევრი გზა გაიარეთ და გაქვთ ყველანაირი ინფორმაცია, რომ აქედან ამნაირ სიტუაციებს აერიდოთ და აირიდოთ თავიდან. ასე რომ ასეთი გაშლა იყო აქ მეორე პოზიციასთან, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დაალაიქეთ. დატოვეთ კომენტარი. ყველა უკავშირს ვკითხულობ და ვეცნობი და მიხარია, რომ ტოვებთ კომენტარებს. ვისაც ჯერ არ გამოუწერიეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და 5 ივლისს ხვალ, ჩემთვის ხვალ, საქართველოს დროით 10 საათზე გვექნება live ჩართვა ჩემს არხზე აქ. ტაროს საჯარო გაშლა, ხო? კონკრეტულად მანიფესტაცია, მოზიდვა, კონკრეტული ენერგიების ჩვენს ცხოვრებაში. პოსტშიც მიდევს ინფორმაცია ამაზე და სტორში მეთქი. შორტშიც მიდევს ამაზე ინფორმაცია, ხო? ყველა აპლიკაციაში სხვადასხვანაირად ქვია. Reels-ი, Short-ი ძალიან დამღლელია მომენტებში. ერთი სიტყვით, ხო? კარგი, მადლობა მეორე პოზიციას და როგორც იქნა, მოვედით მესამე პოზიციასთან. როგორც იქნა, მოვედით ჩვენ ახლა მესამე პოზიციასთან. წყალი დავლიო. სულ, როდესაც ვაკეთებ გაშლას, ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ნელა ვილაპარაკო. არა ვჩქარდე, მაგრამ ისეთი რთულია, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია და ისე არ მინდა რომ დამავიწყდეს, რომ აი რო გრძნობ, ხო? მოდის ენერგეტიკულად ეს შეგრძნებები და თან პლუს სიმბოლიკითაც რაღაც მიხვედრებს აკეთებ, იმიტომ რომ შენი ცნობიერება რაღაცებს იჭერს, არ გინდა რომ ეს ყველაფერი გამოგრჩეს და ჩქარა და მე მავიწყდება, რომ ნუ რთული მოსასმენია, ჩქარა, ხო? ამიტომ ხო ბოდიში თუ ძალიან რაღაც სწრაფად ვსაუბრობ. კარგი, მესამე პოზიცია რა ეტაპზე არის ახლა ცხოვრების საერთოდ? რა ეტაპია მის ცხოვრებაში? რა პენტაკლების დედოფალი. მათ არ უნდა მესამე პოზიციასთან ისაუბრებთ. რა ხდება? მესამე პოზიციასთან ისაუბრებთ. მესამე პოზიციასთან მათ არ უნდათ მესამე პოზიციასთან საუბარი. ოკეი. ისინი ვასაუბროთ. პენტაკლების დედოფალი აქ რა კუთხით არის აქ ეს ეტაპი, რას გულისხმობთ მესამე პოზიციასთან? ანუ აქ ხო, ესე იგი რა კუთხით არის და მესამე პოზიცია აქ საკმაოდ კარგ მომენტებში ავიტყვი, ხო? აქ არის ის, რომ რაღაცების დაგეგმვა. აქ შესაძლოა ვიღაცები თავის ბიზნესსაც იწყებდნენ, ან რაღაც პროექტები გააჩნდათ, რისი რეალიზებაც სურთ. და ახლა აი დაგეგმვის პროცესში არიან, ან პირიქით უკვე გააკეთეს და ეხლა იღებენ როგორ თქვა, უკავშირებს, ხო? შეიძლება ეს იყოს უკვე რომ აი ბიზნესი გავხსენი, ჩავდე რესურსი და გაიხსნა და უკვე თანხასაც ვიღებ ამ ბიზნესიდან, ან უფრო შექმნის პროცესი და რეალიზების, ხო? აი რაღაცა ის ორი პროცესი გაჩნია ხა ვისთან როგორ არის, ხო? ამიტომ ამ ორ პროცესს ვიტყოდი აქ. ასევე რაღაცების დაგეგმვის, რაღაცების გადაფასების, მაგრამ უფრო მეტად შეგრძნება, რომ აი მე ვაკონტროლებ სიტუაციას, ან რომ შემიძლია ვაკონტროლო სიტუაცია, ხო? იგივე თვითშეფასების თემებიც საკმაოდ აქტუალური აქ მესამე პოზიციასთან, რომ მე ვარ ღირსეული, რომ მე ვარ ძლიერი, რომ მე შემიძლია მართო, მაგალითად ბიზნესი, ხო? ან ჩემი ცხოვრება, ან საზღვაო ურთიერთობაში შესაფერი პარტნიორი ვიპოვო, მაგალითად, ხო? ნუ ვისთვის რა არის აქტუალური, მაგრამ აი იმ ფაზაში ხართ, რომ აი მე შემიძლია ვიყო პენტაკლების დედოფალი.
თუ ვისთვის რომელ სფეროში აქტუალური იყოს პენტაკლების დედოფალი, ეს უკვე თქვენ გადაწყვეტეთ, მაგრამ აი ეს არის აქ ისეთი ინფორმაცია, ხო? ასე რომ თუ რეზონირდა, უსმენთ. კარგი, ვნახოთ, რომელ სფეროში იწყება აქ, ასე რომ ვთქვათ, გამართლების ტალღა. მესამე პოზიციასთან. რომელ სფეროში იწყება ეს გამართლება? სასიყვარულო სფეროში, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, კარიერა, ფინანსები, კარიერა, კაი იყოს კარიერა, ფინანსები. არა, იყოს კარიერა მხოლოდ და ფინანსები. თუ ყველა სფერო ერთად. სასიყვარულო არის თვითგანვითარება, ჯანმრთელობა, კარიერა. იცი, ყველა სფეროში აქ არის რაღაც განახლებები, ენერგეტიკული განახლებები და შანსები ყველა სფეროში იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიკითხავ ახლა მე. ესე იგი, გამართლება, ესეთი კონკრეტულად გამართლების ეტაპი სასიყვარულო სფეროში კი. ჯანმრთელობა, კი, ჯანმრთელობაშიც არის სხვათა შორის გამართლება, კი. კარიერაში, კი, კარიერაშიც კი, მაგრამ აქ მაინც დაკიდებული სიტუაციებია რაღაც კარიერაში, ფინანსები კი, თუ არა. ფინანსებშიც არის ხუთს შორის ესეთი გამართლებები, კი. მაგრამ ზოგადად რომელი სფერო გავარჩიოთ, რომ ყველა სფეროს ვერ შევეხები ახლა მე. ამ კონკრეტული მინდა. სასიყვარულო. კაი, სასიყვარულოს გავაკეთებ აქაც. მაშინ აი ასე ვიკითხავ, ხო, სასიყვარულო კი, მაგრამ ასე ვიკითხავ. რა იცვლება ახლა მესამე პოზიციის ცხოვრებაში, ხო, რომ ეს გამართლების ეტაპები იწყება, რა იცვლება? რა იცვლება? ეს ვიღაც ხმლების მეფე, ვიღაც ახალი პიროვნება, თუ ვიღაც ძველი. ეს რა არის, როგორ გავიგო? ახალიც და ძველიც. რა იცლება? ეს გაშვება ამ პიროვნების თუ პირიქით? მე ვიტყოდი აქ გაშვებაც შესაძლოა იყოს, ხო? ვიღაც პიროვნების გაშვება თქვენი ცხოვრებიდან. ვის მიმართაც გქონდათ საკმაოდ თბილი გრძნობები, დადებითი გრძნობები, ხო? ვინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თქვენს გულში. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი მანდ-მაინც რომანტიულ ჭრილში იყოს, თუმცა აქ მითხრეს ნამდვილად რომ რომანტიულ სფეროში იქნება, სასიყვარულო სფეროში იქნება გამართლება განსაკუთრებული ამ დღეებში, მაგრამ ზოგადად რაც იცვლება, აი ეს ამოვიდა აქ. ასე რომ ალბათ რაღაც ასეთი რო ხდება ეს აჩვენეს, რომ კონკრეტულად ვიღაცის გაშვება თქვენს ცხოვრებაში, ხო? ვიღაცასთან რაღაც ურთიერთობის რაღაც წერტილამდე მიყვანა. აქ გაშვება ამ ადამიანის თუ ამ ადამიანთან მოგვარება. უფრო გარკვევა და გაგრძელება უკვე, ხო? ვინ როგორ გააგრძელებს აქ მე მაინც ვერ ვიტყვი რამე კონკრეტულს, იმიტომ რომ ძალიან ზოგადია ეს გაშლა და ყველა სხვა სიტუაცია აქვს და ვიტყვი ასე, რომ ამ ვიღაცი ადამიანის გაშვება, მაგრამ, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა იყოს ეს სიტუაცია, რომ აი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან საბოლოოდ წერტილის დასმა, ხო? რაღაცაზე რაც აქამდე იყო და ახლა სხვანაირად შესაძლოა წარმართვა ურთიერთობის. ვიღაცამ შესაძლოა საერთოდ გაუშვას ეს ადამიანი მის ცხოვრებიდან, ამიტომ რომ ეს რატომღაც ეს გვაჩვენეს თუ რა იცვლება ახლა მესამე პოზიციასთან. კარგი. მაშინ აი სასიყვარულო სფეროში რა იცვლება ახლა მესამე პოზიცია? ნუ აი ვაუ. ასეთი ასეთი ბობუქარი, რა ხდება აქ მესამე პოზიციასთან? რა ხდება აქ? ვიღაც ისევ ამოვიდა, ოღონდ ვიღაც სხვა, ამჟამად თასების მეფე, კვერთხების დედოფალი, თავარი, რაღაც ესეთი რომანია. ვიღაცასთან ძალიან ისეთი სიტუაციები, აი ჩქეფს გრძნობები და ემოციები და თან თქვენ ხართ როგორც კვერთხების დედოფალი ამ ურთიერთობაში და ის ადამიანი არის როგორც თასების მეფე.
ანუ აქ რამოდენიმე ადამიანია მოგივიდათ, ხო? ჯერ ეს ისტორია და აქ კიდე ვიღაც სხვა პიროვნება არის. შესაძლოა ვიღაცისთვის აი ამასთან რაღაც ფორმატის დასრულება და აი ამ ვერსიაში გაგრძელება, არ ვიცი, მაგრამ აი ახლა ხო, რაც იცვლება, აი ეს მდგომარეობა და იცვლება აქ რა რაკურსით იცვლება. რა რაკურსით იცვლება და რო რაღაც მძიმე სიტუაცია დასრულდეს. თუ ძალიან ბევრი ვიღაცა არის აქ, მესამე პოზიციის სიყვარულის სფეროში ბევრი პიროვნებებია და მიჭირს გარკვევა, ახლა მე საერთოდ რა ხდება აქ. კარგი, რამე სხვანაირად ჩამოვაყალიბებ ახლა მე ამ კითხვას, რომ უფრო გამიმარტივდეს გარკვევა ამ ამბების. რა გამართლება არის აქ მესამე პოზიციასთან სიყვარულის სფეროში? რა არის ეს გამართლება? რა? რომ ვიღაც აი და მამაკაცი მესამე მეფე უკვე აქ, რომელიც მოვა თქვენთან, გულგატეხილი მოვა თუ აი დაეხმარება მესამე პოზიციას, რომ თქვენი გული, ასე რომ ვთქვათ, განიკურნოს, გამოვიდეს დაჭრილ მდგომარეობიდან, მოდის თქვენთან ვიღაც მამაკაცი, ვიღაც კვერთხების მეფე, ვისაც გამოყავხართ რაღაც მძიმე მდგომარეობიდან. საინტერესო. აქ რამოდენიმე მამაკაცია ჩვენეთ, ხო? ბედის ფორტუნა. ნაირები აქ მესამე პოზიციას მოსაწყენად არც არის ამის სიყვარულის სფეროში. და გამართლება ეს არის, რომ ვიღაც ასეთი მამაკაცი მოიშქარის თქვენთან, ვინც არის კვერთხებში, ხო? სწრაფად მალე გამოჩნდება სავარაუდოდ, რადგანაც კვერთხები აჩვენებენ როგორც კვერთხებს, ხო? ასევე შესაძლოა იყოს ცეცხლის დიქიაც, რადგანაც კვერთხებია. მაგრამ მე უფრო მგონია ამ შემთხვევაში, რომ მალე იქნება ეს. გამართლებაც ამაშია, რომ ვიღაც ასეთი პიროვნება ჩნდება თქვენთან. ჩნდება მესამე პოზიციასთან და რა? და რა არის ეს? გამოიყვანს მესამე პოზიციას აი ამ მოუნდება თქვენი დაპყრობა. ამ პიროვნებას მოუნდება მესამე პოზიციის დაპყრობა. მესამე პოზიციის რა არის? ემოციების დანახვა. თუ რა? ძალიან უცნაურია. მესამე პოზიცია რა ხდება თქვენთან? აი კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ, ვისთან რა ვითარებაა, რომ ასეთი კარტებია აქ, ხო? რა ხდება თქვენთან? რა მდგომარეობა, რა ვითარება, რა კარტებია, ხო? აი ვიღაცა მოდის, მაგრამ აქ აშკარად ამ ვიღაცასთანაც ესეთი არც ისე მარტივი სიტუაციებია, ხო? კარგი, ეს ვიღაცა, ეს კვერთხების მეფე საერთოდ ახალი თუ არა? უმრავლესობისთვის ხო ვიღაც ისეთი ტიპი არა, განდეგილი ტიპი. კაი. ესე იგი გამართლება არის, რომ ვიღაც ესეთი ტიპი ჩნდება მესამე პოზიციასთან. კი ბატონო. ეს არის შანსი, კი, ეს არის შანსი და რაში არის აქ? რაღაცაში გეხმარებათ ამ ადამიანის გამოჩენა, რაღაც ინფორმაციის შესწვა, აი რაღაცის დანახვაში, რაღაცის აღმოჩენაში. აი გეხმარებათ ამ ადამიანის გამოჩენა და ინფორმაციულად თუ თვითონ ეს ადამიანი, იმიტომ რომ lovers, თვითონ ეს ადამიანი გეხმარებათ აქ, იმიტომ რომ აქ არის სიყვარული, ხო? აქ არის გულის გახსნა. სიყვარული აქ აი ზოგადად შემოიტანს სიყვარულს თუ საკუთარ თავის სიყვარულს. საკუთარ თავის მიმართ სიყვარულს, საკუთარ თავის მიმართ რაღაც პროგრამების შეცვლას, შემოცვლას, რა თქმა უნდა სიყვარულს შემოიტანს, მაგრამ საკუთარ თავის სიყვარულს და საკუთარ თავის არჩევას შემოიტანს აქტუალურ თემად, ხო? აი რაღაც ისეთ თემებს გაგიყვებებთ, რაც თქვენ პიროვნულ ზრდაში დაგეხმარებათ და მზე. კი ბატონო. და გახდით საერთოდ ვარსკვლავს. შესაძლოა დაგამოტივიროთ. ხო? ან რაღაც იდეა მოგაწოდოთ, რაც უფრო მეტად გიბიძგებთ, რომ აი შეასრულოთ თქვენი ოცნება, აი აღთინოთ ოცნება, ხო? რაღაც ესეთ ძალიან სიმართლე ვთქვა, ძალიან რთული იყო მესამე პოზიცია, იმიტომ რომ ბუნდოვანი, ბევრი ვიღაც არის,
ბევრი რაღაც კი არა, ბევრი ვიღაც არის და აი ვერ გავარკვიე, ვინ და აი ზუსტად ეს გავარკვია, რომ ეს ვიღაცა კვერცხების მეფეა, ხო? ამაზე გავარკვია, მაგრამ მანამდე რა ებიხდება, აი ვერ გავიგე, იმიტომ რომ ძალიან აბდა-უბდა რაღაცა აჯაფსანდალივითაა და რთულია ჩემთვის ამ ყველაფერში ამ ეტაპზე გარკვევა, მაგრამ გამართლება რაც არის, პრინციპში გავიგეთ, ხო? ის მთავარი თემა რაც არის გაშლის და ვისაც ექნება სურვილი, შემდეგ შეუძლია უკვე ინდივიდუალურ ტარო სესიაზე მოვიდეს და იქ უკვე უფრო ინდივიდუალურად და კონკრეტულად გავერკვევით ამ მსგავს საკითხებში. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, საჯარო გაშლებში ასეთ რაღაცების გარკვევა არარეალურია, მეგობრებო, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა სიტუაციები აქვს. კარგი, რჩევა მესამე პოზიციას, როგორ არ გამაზოს ეს გამართლება მის ცხოვრებაში. Honesty, the best policy. სიმართლე, ხო? გულწრფელობა. ანუ ვიყავით გულწრფელი. გინდ იმ ადამიანთან, ვინც გამჩნდება, გინდ ადამიანებთან და გინდ საკუთარ თავთან, ხო? პირდაპირობა და გულწრფელობა ყველაზე კარგი სტრატეგია. ასე რომ, ეს არის რჩევა. არ მოატყუოთ საკუთარი თავი, არ მოატყუოთ სხვები. ყველაზე გამართლებული. ასე რომ, ასეთი ინფორმაციები გაჟღერდა დღეს. საინტერესო იყო ჩემთვისაც ეს გაშლა. მადლობა ყველას, აუცილებლად დალაიქეთ და კომენტარით და ვისაც ჯერ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და 5 ივლისს გელოდებით 10 საათზე საქართველოს დროით ჩემს ფსიქოლოგია ტაროს არხზე, რომ მოვისმინოთ საჯარო ტარო გაშლა, მანიფესტაცია, მოვიზიტოთ დადებითი ენერგიები ჩვენს ცხოვრებაში, ხო? მოვიზიტოთ აყვავება, გაყვავება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე რომ, ვისაც გაინტერესებთ ეს თემები, სიმბოლიზმი ასევე, გელოდებით. წარმატებებს გისურვებთ ყველას და ნახვამდის.